გამარჯობა, აჭარა თაიმს იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, როგორც თქვენ პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებთ, აქ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი და გადაწყვეტილებას მოჰყვა ერთ-ერთი მხარის პროტესტი და ისინი ითხოვენ მედია საშუალებებს იმისთვის, რომ მათი სათქმელი პირდაპირ ეთერის მეშვეობით გააგონონ საზოგადოებას. საქმე ეხება 2025 წლის მაისში ბათუმში მომხდარ მკვლელობას. საუბარი არის აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, რომლის დროსაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში და გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა, რაც მოკლულის მხარეს არ ეკმაყოფილებს ეს ვერდიქტი და სწორედ ამიტომ ისინი აქ არიან შეკრებილები იმისთვის, რომ მათი სათქმელი გააგონონ სხვებსაც. ჩვენ შეგვიძლია უკვე აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებები მოვისმინოთ, ვნახოთ მათ რა აქვთ სათქმელი, ვის მიმართავენ და რა ითხოვენ ისინი. რასაც მემატანინებენ, სხვა არაფერი მინდა, ღმერთმა ის გადაატანინონ, მეტი არაფერი მინდა, ბატონო. 21 წლის შვილი შეხედეთ, დამიბერა 21 წლის შვილი. დამიბერა ადამიანმა 9 თვეზე. 9 თვეა მოვდივარ იმ განხრით. 9 თვე მოვდივარ. რაფერი ციყვარს რომ მოიყვან, გარეკავ და მორეკავ. აი ასე მომყავს ჩემიანები ყველა, რომ სამართლიანი განაჩენი გამოვამეთქი. აი ეს არის სამართლიანი განაჩენი, ბატონო. გადაწყვეტილების შესახებ გითხარით, რომელიც ვაპროტესტებ. ახლა არაუმაღლესი სასჯელი მკვლელს უვადო პატიმრობას ვითხოვ ახლა. რა გადაწყვეტილება გამოიტანეს, ჩვენ ვერ ვესწრებოდით ამ პროცესზე, რომ მოგვიყვეთ და რატომ 13 წელი მიუსაჯეს, ბატონო. 5 წელი არის მკვლელობა, როგორც ვიცი, 7 წელი არის იარაღის უკანონო ტარება. აი ეს არის სამართალი. 13 წელი გამოვიდა? თუ მეშლება, 13 წელი მიუსაჯეს, ანუ 13 წელი, მაგრამ იქეთ რომ ათრევენ ზაღლივით. 9 თვეა მოყავთ, მიყავთ, აგულავებენ, ტელევიზორი, დივანი, მოთმენა, შეუტანეთ და ლეიბები დაუგონ, წელი არ ეთკინონ. აი ეს არის, ეს არის უსამართლო ქვეყანა ესაა. აქამდე მართლა მეგონა რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობდი და ყველა ჩემი ამს ვთხოვდი რომ სამართალი იზეიმებს მეთქი. რომელ შევხედო და უთხრა, ყველასთან დარწმუნებული დავჭი, იმიტომ რომ ვაჩერებდი, არც ჟურნალისტი მოვაყვანი ემანამდე და არც არავინ რომ პროკურატურაც და სამართალიც იზეიმებს მეთქი. აი ესაა ჩვენი მოთხოვნა. ვაპროტესტებ. პატიმარმა უნდა დაისაჯოს უმკაცრესი სასჯელით არა უვადო პატიმრობით. ესაა ჩემი მოთხოვნა. გასაჩივრებას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ ალბათ ზემდგომ ინსტანციაში. დიახ, გავასაჩივრებთ აუცილებლად. მკვლელობის მოტივზეც რომ გითხრათ, ეს მოხდა გასული წლის მაისში, უფრო მეტი რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, სად როგორ მოხდა, რა მოტივი არის ოფიციალური მიზეზი. 2025 წელი იყო. ანუ ჩემ ბიჭს და ამ მკვლელის ცოლის დიშვილია ის გოგო, ვინც ჭრდლად გვინდოდა. ერთი სიტყვით მიდიოდა სიყვარულის ამბავი ბავშვებში. გოგო და ბიჭმა გადაწყვიტეს, რომ მშობლები გაგვეცნო მშობლებს ერთმანეთი, ანუ გოგოს მარტო დედა ყავს. დედა და ბებია. ანუ გოგოს დედა თანახმა იყო, ბებია თანახმა იყო. როგორც ვიცი იმ დროისათვის გოგოს მამის მხარე ტაკიძეები არიან, თანახმა იყო ყველა იმისთვის, რომ გოგო და ბიჭს ერთმანეთი ყვარებოდა. თუმცა რამაზ დიასამიძეს ბრალდებულს არ უნდოდა ეს საქმე, არ ვიცით რატომ. ამის განაჩენი ვერამ დღემდე ვერ გამომიტანია, რატომ არ უნდოდა. რა დაუშავა ჩემმა შვილმა. აგერ არის პროკურატურა და თქვას, ჩემი ნიკა არ იყო ნარკომანი, არ იყო მწეველი, არ იყო მსმელი და ლოთი, არაფერი არ იყო ჩემი ნიკა, პატიოსანი, გლეხიშვილი, ზრდილობიანი ოჯახია, ყველა დამეთანხმება ჩემი ოჯახი. წვალები დაგებული ცხოვრება დამინგრია ამ ადამიანმა. ერთ მშვენიერ დღეს ბავშვმა თქვენს, რომ მშობლებს უნდა გაგვეცნო ერთმანეთი. ანუ ლიზი ტაკიძე, ზოია კუკავა დედა.
ამ გოგოსი, მე, ჟუჟუნა ჯინჭარაძე, გურამი ბერიძე და ნიკა ბერიძე გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთ რესტორანში დავმჯდარიყავით და მშობლებს გაგვეცნო ერთმანეთი. ანუ ეს არ იყო ოფიციალური სახე, არ იყო ნიშნობა, არ იყო ტრადიციული კუთხით რამე. მხოლოდ გვინდოდა რახან ბავშვებს ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთი გვცოდნოდა. რამე იყო აქ დამნაშაობა, რამე იყო სხვა. ეს კაცი კი სასტიკუარზე იდგა. სასტიკუარზე რა ეჭვები გაქვთ, რატომ ეწინააღმდეგებოდა ეს ამ და ეს გოგო უყვარდა ამ არაკაც. აი ამიტომ მომიკლა ეს ჩემი ქმარი ამიტომ მოკლა. უყვარდა ჩემი შვილი, ამიტომ იცით რა თქვა? აი იმიტომ ვესწრალე რომ ეს საქმე დამეშალაო. ეს საქმე რომ დაშალა, აი იმიტომ უყვარდა ის გოგო. აი იმიტომ, თორემ რა უფლება გაქვს? წარმოიდგინე ბატონო, თქვენ ყოლიათ შეყვარებული და ცოლის დეიდას კაც ვიღაცას უნდა კითხო რომ ერთი ვითხოვო გოგო თუ არა ვთხოვო გოგოს თუ არა ხელიო. გამამტყუნებთ ვინმე ხალხო, აქ არის დამნაშაობა რამე. თქვენი აზრით სიმკაცრე, რასაც ითხოვდით თქვენ, მოსამართლემ რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება უფრო? არ ვიცი, ფიქრობ პატარა ბავშვები ყავსო, მისმა ადვოკატმა უთხრა და სავარაუდოდ შოთა ხორავამ გაითვალისწინა ეს 100 ჯერ გაუმეორა, რომ პატარა ბავშვები ყავდა. გურამისაც ყავდა, გურამი ბერიძესაც ყავდა ბავშვები. უცოლშვილო იყო. უცოლშვილო იყო ჩემი ქმარი. უდანაშაულოთ დაუდარაჯა ბატონო, დაუდარაჯა. ჯერ მივიდა სამსახურში, რამოდენიმე კრუგი გააკეთა მანქანით. იქ რომ ჩემმა ქმარმა ვერ უპასუხა ტელეფონზე მუშაობდა. არაკაცი ხარო. ამის ჩანაწერებიც არსებობს, ამის ამონაწერებიც არსებობს, სამხილებიც არსებობს პროკურატურაში. ყველაფერი არსებობს. ერთხელ ცუდი არ აქვს ჩემ ქმარს ნათქვამი და ამბობს არაკაცი დედა შემაგინაო. თურმე დედის გინება არ დომებია, კაცი მოუკლა ჩემ შვილს მამა მოუკლა. სამართლიანობაა ეს ახლა? მითხარით რომელიმე. იცით რა დღეში ვარ 9 თვეა ადამიანო? იცით რა დღეში ვარ 9 თვეა დადებული მაქვს ბალიშზე. მისი სურათი და სურათს ვტირი ვარ. აი დედამისი. აი დედა, აი აგერ მამა, შეხედეთ, ამათი ტირილი რომ მაღვიძებს მე, შვილო, მე როგორ ვიცხოვრო იმ სახლში, გეკითხებით და მითხარით. ამიხსენით, აქამდე ხომ ვცდილობდი, 9 თვეა ვითმენ ამას ხალხო. 9 თვეა, იცი რამდენჯერ მithქმია დედაზე, ნუღარტირი ხარ არ შემიძლია მეთქი. შეიძლება ადამიანო, შეიძლება საკუთარ დედას უთხრა შვილი არ იტიროო. მოთმინებიდან ვარ ხალხო გამოსული, მოთმინებიდან. რას ვიტან, იცით თქვენ ხალხო, რას ვიტან? შეხედე, 75 წლის მამა რა დღეშია. ეს უსირცხვილო 13 წელი ცოტაა, თურმე ბევრი ყოფილა 13 წელი. ამასაც აპროტესტებენ. მოვკლავ, არ ვაცოცხლებ მისიანებს. ხომ, იცი რა მითხრა? არ მინდოდაო მოკლა. უბრალოდ დაზიანება მინდოდაო. აი ასე მოვკლავ მეც, დავაზიანებ და არ მინდოდა ვითხვი. რომელი მომკიდებს ხელს? რომელი თანამშრომელი პოლიციის მომკიდებს ხელს და წამიყვანს და დამაპატიმრებს დავინახავ. რომელი მომკიდებს ხელს? ერთი აგერ დგარან პოლიციის თანამშრომლები. გამამტყუნეთ ბიჭებო, 9 თვე აქ ვარ და ვინმემ ჩემი ხმა გაიგეთ. გამამტყუნეთ 9 თვის განმავლობაში. 24 თებერვალი 9 თვე სრულდება. და აი განაჩენი რით დამთავრდა, არასამართლიანი სასამართლოთი დამთავრდა. ასეთებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, თქვენი ისმენდით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. გისმენთ ბატონო, თქვენ შეგიძლიათ თქვათ პირდაპირ. უბრალოდ უმაღლეს სასჯელს. სერიოზულად ვამბობ ამას ტელევიზიით. საახლობლო, სამოკრო, სამეგობრო, სულ ყველა ვითხოვთ კაცრით სასჯელს. ესაა ჩვენი მოთხოვნა. ანუ არ გეკმაყოფილებთ ის რას გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლე. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რაღაც არ ვიცი რა. არ არსებობს ასეთი სამართლის გამოტანა. სიყვარულისთვის ადამიანმა ასეთი რაღაცა ჩაიგი, ეს წარმოუდგენელი რაღაცა ხდება ბათუმში. რომ ვაქებთ ბათუმის სიყვარულის ქალაქიაო, ესაა ბათუმი. პატრონი არ აყავს ამ სამართალს. ვერ წარმომიდგენა, ენა ვეღარ ვლაპარაკობ ეს. რა ხდება ბათუმში? სასწაულები ხდება რა. მადლობა. ხალხო, იცით რა გააკეთა? სიყვარულის გამო გააკეთა. იმიტომ რომ უყვარდა არაკაც.
ნაგავი პედოფილია. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ ამ საქმეზე ერთ-ერთი ფიგურანტი ხართ ამ საქმის ფაქტობრივად რა გაქვთ სათქმელი თქვენ და ის გადაწყვეტილება რაც გამოაცხადა მოსამართლემ რამდენად გაკმაყოფილებთ თქვენ პირადად მოსამართლეს გადაწყვეტილება სრულად მიუღებელია ჩვენთვის აქამდე 7 მოვლენებში მივყვებოდით ყველაფერს აქედან გამომდინარე რადგან მივყვებოდით მათ მითითებებს ეხლა უკვე 13 წელი მიუსაჯეს და არანაირად არ ვეთანხმებით უკან არცეთი ნაბიჯით არ დავიხევთ და სადაც საჭიროა ყველგან მივაწვდენ ჩვენ ხმას რომ ვითხოვთ სამუდამო პატიმრობას იმიტომ რომ არ იყო მიზეზი უმიზეზოდ გარდაიცვალა მამაჩემი უმიზეზოდ მოკლა სულ რაღაც სულ იმის გამო რომ მიყვარდა შეყვარებული მყავდა მე მგონი 21 საუკუნეში ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება რომ უყვარდეს ვიღაც მოტივი რა იყო თქვენი აზრით ამ დაპირისპირების და უკვე შემდგომ ეს დაპირისპირება რაც მკვლელობით დასრულდა მოტივი იყო ანუ წინააღმდეგი იყო ჩემი და ლიზი ტაკიძის ურთიერთობის ვინაიდან უნდა თურმე მეკითხა მისთვის. ვკითხეთ კიდევაც რამოდენიმე შემთხვევა იყო. სახშიც პირველივე დანახვაზე ეს პიროვნება ჩემს მიმართ აგრესიითგან იწყო. იმის შემდეგ იყო რამოდენიმე მცდელობა რომ იქნება ეგრეთ წოდებული მოპყრობის ფარგლებში ჩავტევებულიყავით და ანუ არ გვინდოდა რომ ცუდი რეაქცია მოყოლოდა ან მტრობა ქონოდა ერთმანეთში. როცა უკვე ეს ურთიერთობა ან მოძველდა ესე რომ ვთქვა 3 წელი ვიყავით შეყვარებულები მისი ოჯახის წევრებს და ასევე ნათესავებმაც იცოდნენ რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით და როცა გადავწყვიტე რომ ხელი უნდა მეთხოვა დედაც თანახმა იყო და ბებიაც რამაზ დიასამიძეს რატომღაც დაუმალეს არ ვიცი ან იმის გამო რომ ეს რამაზ დიასამიძე როგორც ჩემთვის ცნობილია აქამდეც თავის ოჯახშიც მანიპულატორი იყო ესე ვიტყვი ზეწოლას ახტენ და გოგომ ჩვენებაშიც კი მისცა რომ ეხვეწებოდა და ჩოქილი ეხვეწებოდა რომ ურთიერთობა არ დამინგრიო რამაზ დიასამიძე კი ამაზე პასუხობდა ყოფილი პოლიციელი ვარ და ნიკა ბერძეს ჩავბუდებ რაღაცას დავაჭერინებ და თქვენ ერთად არ გამყოფნებთო მიზეზი რომ ვიკითხე მეც და გოგომაც მიზეზი ერთი იყო რომ ერთად ვერ ვიქნებოდით და პრინციპი იყო ესეთი მოხდა მოლაპარაკება ვცადეთ უბრალოდ რამაზ დიასამიძესთან მე მამაჩემი ცოცხალი იყო მაშინ და რამაზ დიასამიძეს მიზეზი რო კითხა მამაჩემა რის გამო არ გინდა ნიკა პატიოსანი წესიერი კარგი ბიჭიაო ჩემი თავი ესე დაუხასიათა მაგრამ ერთად ვერ იქნებიან და მიზეზი არ ვთქვია ანუ პრინციპი მაქვს რომ ერთად ვერ იქნებიანო რა ამის შემდეგ დაპირისპირების სამიზნე რატომ გახდა მამა თქვენი დაპირისპირების სამიზნე მეც არ ვიცი რატომ მოხდა ალბათ იმის გამო რომ სასამართლოზე თქვა თვითონ რომ საქმის ჩაშლა მინდოდაო და მაგის გამო და იძახის რომ არ მინდოდაო მე მოკლაო მოკლა როგორ არ უნდოდა 2 დღის წინ სანამ ეს შემთხვევა მოხდებოდა წავიდა იარაღი იყიდა ჩანაწერებიც კი არსებობს მაგის პროკურატურაში რომ ცავდა რამოდენიმე კრუგი გააკეთა ჩვენს ეზოში ურეკავდა ემუქრებოდა თუმცა მამაჩემი ცდილობდა რომ კონტაქტი ანუ მოეგვარებინა კიდე მშვიდად და არ უნდოდა რომ აყალმაყალი მოყოლული იყო ეგრეთ წოდებული და როცა მამაჩემი სახლში ბრუნდებოდა ცავდა როდესაც შემოვიდა ჩვენს ეზოში უკნიდან ესროლა მამაჩემს მიზეზი ჩემთვისაც უცნობია დღემდე მაგრამ ფაქტის სახეზია რომ უყვარდა ეგოგო. ანუ თქვენთან არ ქონდათ კონფლიქტი და მამაზე გადაიტანა ეს ყველაფერი, ხო? ეს ასე გავიგოთ. ჩემთან კონფლიქტი ის ქონდა რომ მეუბნებოდა ერთად ვერ იქნებით, ესეთი პრინციპი მაქვს და მიზეზს არ ამბობდა. საეჭვო გარემოება არის და აპირებთ თუ არა ეს გადაწყვეტილება გაასაჭიროთ უკვე შემდგომ ინსტანციაში. რა თქმა უნდა არ გავჩერდებით მანამდე სანამ ჩვენსაც არ მივიღებთ. ჩვენ არ ვართ მკვლელები, ჩვენ ვართ პატიოსანი გლეხი მშრომელი ხალხი ვართ და ჩვენ გვინდა კანონის ფარგლებში მივიღოთ ის, რასაც ვიტყოთ. თქვენი აზრით მოსამართლემ კაცრი გადაწყვეტილება რატომ არ მიიღო, როცა სახეზე თქვენივე თქმით არის განზრახ მკვლელობის შემთხვევა? ეგ უკვე არ ვიცი. მე უკვე არ ვიცი. ასე კი, შეგიძლიათ ბატონო თქვენც რომ გითხრათ, რას ფიქრობთ ამ სასამართლო გადაწყვეტილებაზე? მოსამართლე იყო მოსყიდული. რა უნდა თქვას? უფრო მკაცრად ელოდით რომ სასჯელი იქნებოდა უფრო უნდა არ მომითხოვია ბატონო არ მომითხოვია მუდმივს ხო არ ვთხოვდი ბატონო 100 მერვე მუხლის კანონებიც დამაზეპირებიეს და მუხლების დამაზეპირებინეს ამ 9 თვეზე ვითხოვდით 100 მერვე მუხლის უმაღლეს სასჯელს უმაღლეს სასჯელია 13 წელი არის უმაღლესი სასჯელი 13 წელი
არის თუ არა ვინმე მიპასუხებს ხომ არ არის უმაღლესი სასჯელი უმაღლესი სასჯელი არის 15 ან 16 წელი 100 მემუხსე 2 დღით ადრე წავიდა იარაღი იყიდა კრუგი ურბინა სამუშაოს ასე იგი უყვარდა ეს გოგო ეს კაცი არის პედოფილი მანიაკი განზრახ მომიკლა ქმარი იმის გამო მომიკლა რომ გოგო ბიჭი ერთმანეთს ამით დაშორდებაო ზუსტად ასე თქვა სასამართლო პროცესზე რატო გააკეთეო რო კითხეს ამით დასრულდებოდა ყველაფერიო აი ასე თქვა ასე იგი უყვარდა ეს გოგო გაანადგურა ის გოგოც მე არ ვამბობ გოგოსზე რამეს არ ვამბობ დედამისზე რამეს იმიტომ რომ გოგოს და დედაც იყო თანახმა ეს არამზადას ოჯახი ჯული გაბუნია ყველაფერი იცოდა მამამისმა ანზორ დიასამიძემ იარაღით რო გაიქცა და უთხრა პოლიციაში რატო არ დარეკა საწავიდა რატო არ დარეკა რამ ანზორ დიასამიძემ ხომ შეიძლებოდა დაერეკა ანზორ დიასამიძეს პოლიციაში ჩემი შვილი განერვიანებული ახლა ფსიქიკური მოშლილობა რა ფსიქიკური მოშლილობა რომელ მოშლილობაზეა სრულიად ვაზროვნებდიო კაცი სასამართლოზე ამბობდა გასაგებია მადლობა თქვენი ისმენდით ოჯახის წევრების მოსაზრებებს პირდაპირ ეთერში უყურებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნის წინ მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება რასაც მოჰყვა აქ შეკრებილი ადამიანების პროტესტი საუბარი არის განზრახ მკვლელობის შემთხვევაზე რომელიც მოხდა 2025 წლის მაისში ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე კერძოდ ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე რა დროსაც როგორც ოჯახის წევრები ამბობენ წინასწარ იყო განზრახული ბრალდებულის მიერ მკვლელობა საცხოვრო ჯერ მკვლელობა არ მომხდარა ის რომ არ დაფარვდა ვაიმე უკაცრავად თუ პირველად გესვით მე ბოდიში არავინ არ მოკვდა არავის არ ესვრის სამართლიანობა და გაწყრიალებული რა სავალდებულოა თქვენ თავზე მოხდეთ გაელოდეთ მაშინ ჩვენს მე თქვენთან მოვლენ სამართლობა რო ხდება არ მომხდა რა ფერ მოკლეს ავალიანი არა იცი რა ხო ახლა ამის ოჯახში რომ მოხდება მე იმის ოჯახში მე იქნება ბოდიში თუ არასდროს გავიგე მე ბოდიში დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები აქ კვლავ რჩებიან და ისინი ელოდებიან უკვე მეორე მხარის გარე ტერიტორიაზე გამოსვლას. თქვენ ისმენდით შეფასებებს აქ შეკრებილი ადამიანების და როგორც თავად ამბობენ ისინი შემდგომ ინსტანციაში გაასაჩურებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან როგორც თავად ამბობენ 13 წელი არ არის საკმარისი განზრახ მკვლელობისთვის და გაცილებით კაცრი სასჯელი უნდა გამოიყენოს სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ. ბატონო, შეგიძლიათ გითხრათ პირდაპირ ეთერში ვართ თქვენი სათქმელი რომ გითხრათ გადაწყვეტილება რატომ არ გაკმაყოფილებთ? რატომ არაკანონიერად გაასამართლეს ესა ჩვენი გადაწყვეტილება? ვითხოვთ უმაღლეს სასჯელს. ესაა ჩვენი მოთხოვნა. 13 წელი კაცის მკვლელობაზე მოუკლავ კაცს და მომისალოთ 13 მოიხდა მოვალ კაცი ვიქნება მაშინ ასე თქვა ცხოვრება. არ შეიძლება ასეთი გასამართლება. ვიგდებდა ამას პლუს ბატონო იცით რა ისეთ ცინიკურად გვექცეოდა როცა შემოყავდნენ სასამართლო პროცესებზე ძალიან ცინიკურად გამაღიზიანებლად გვექცეოდა სიცილით შემოდიოდა ასე იგი წინასწარიცოდა რას მიუშჭიდნენ აი ამიტომ იცინიდა თურმე აი ამიტომ და დღეს ცრემლებს იხოცავდა აფირისტულად ვითომ ხალხს თავი შეაცოდა მოსამართლეს თავი ამიტომ შეიცოდა მოსამართლემ მისი ცრემლები თუ ნახია ოდესმე მე როგორ ვგორავ სახში ტირილით სასაფლაოზე რომ მithენდება და მიღამდება ეს თუ უნახია მაგ მოსამართლეს თუ ერთი სიტყვით შეიცოდა მაი თუ ამბობს რომ პატარა შვილები ყავდა მე რა თუ დიდი შვილები მყავს ჩემ შვილებს ზუსტად ახლა ჭირდება პატრონი დიდები რომ არიან ამ უსამართლო და განუკითხავ ქვეყანაში ადვოკატი გყავს თქვენს მხარეს, ვისაც შეიძლება გავესაუბროთ აქ ადგილზე არის. ადგილზე და არც შემიწუხებია ისე რამე თუ კი საჭიროებას მოითხოვდა მაშინ ავიყვანდი ადვოკატს. გასაგებია, მადლობა თქვენს ინტერესებს პროკურატურა იცავდა, ასე გავიგოთ. გასაგებია, მადლობა.
დიახ, მე კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ არიან გარდაცვლილის, მოკლულის ახლობლები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. საუბარი არის 13 წელზე, რომელიც მოსამართლემ მიუსაჯა მკვლელობაში ბრალდებულს, რაც ამ ადამიანების გაღიზიანების მიზეზი გახდა. საუბარი არის გასული წლის მაისში მომხდარ შემთხვევაზე. საუბარი არის ბათუმში, ეგრეთ წოდებული ხოფის დასახლებაში. განზრახ მკვლელობის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, მკვლელობა სავარაუდოდ მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე. საუბარი არის ორ პირს შორის, ისინი აპირებდნენ ქორწინებას, რასაც ეწინააღმდეგებოდა გოგოს ახლობელი და ის ცდილობდა, როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, ის ცდილობდა ამ წყვილის დაშორებას ყველანაირი გზით, რაც არ გამოუვიდა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, მოგვიანებით კი ჩასაფრებით მოკლეს, გასროლის შედეგად მოკლეს ბიჭის მამა. სასამართლო პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 9 თვის განმავლობაში და დღეს გამოაცხადა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გვინდოდა მოგვისმინა პროკურატურის პოზიცია, ასევე ცხადია ჩვენ მოვუსმენთ მეორე მხარესაც, თუ ექნება მათ იმის სურვილი, რომ საზოგადოებას აუხსნან მათი სათქმელი, მათი განმარტება როგორი არის ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, თუ ექნებათ მათ მზაობა იმის შესახებ, რომ პოზიცია დააფიქსირონ ჩვენი ეთერის მეშვეობით, ჩვენ ცხადია მათ ამ სივრცეს გამოუყოფთ და მათი სათქმელიც იქნება გახმოვანებული აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერში. მაგრამ იმას არ ვერჩი არაფერს. ვერჩი დიასამიძეების ოჯახს, იმასთან რამე არ მინდა. როგორც მაქვს ინფორმაცია, სასამართლოს შიდა შენობაში იმყოფებიან ბრალდებული სახლობლები, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები და მათ გამოსვლას ელოდებიან უკვე მეორე მხარის წარმომადგენლები და სწორედ ამიტომ ისინი ადგილზე რჩებიან. თქვენ ცოტა ხნის წინ ისმენდით მათ მოსაზრებებს და როგორც ამბობენ მოსამართლის გადაწყვეტილებას, ისინი არ ეთანხმებიან და ითხოვენ, რომ კაცრი სასჯელი ჰქონდეს იმ ადამიანს, ვინც არის მკვლელობაში ბრალდებული. აქამდე თუ რამე არ თქვი, ბატონი პროკურორის და მოსამართლის ხადრი. იმიტომ რომ ვიცოდი გამოვიდოდა სამართლიანი სასჯელი. მოსამართლემ არ გამოვიტანა სამართლიანი სასჯელი. ჩვენ გამოვუდამთ განაჩენსთან არჩევს. არ გავჩერდები. უსამართლო ქვეყანაში არ გავჩერდები. არ იმსახურებდა გურამი ბერიძე. არ იყო ისეთი ადამიანი. საცოდავმა იცი კარტოფილის კაკლებით ააწყო ცხოვრება, იცით? ორი ძროხით და კარტოფილის კაკლებით გომარდულიდან, შუახევის რაიონიდან ააწყო ცხოვრება და ისე დამინგრია ცხოვრება ხალხო, გაჭირვებით მოვედი აქამდე, გაჭირვებით, გესმიან, გაჭირვებით მოვედი აქამდე და დღეს მარტო ვდგევარ აქ, ხედავთ, მარტო ვდგევარ. გამანადგურა დაგავმა დიასამიძემ, გამანადგურა დიასამიძემ, ღმერთმა ჯიშიანა და მოწყვიტა, ჩემი ცოდვით არ გაგახარა დიასამიძე ღმერთმა. დიახ, ასეთი არის ვითარება. ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მე კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით იმას, იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარე მზად არის იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე უпростоრად პროკურატურაც თუ იქნება პოზიციას გამოხატავს, ჩვენ ცხადია მათ დავუთმობთ დროს და სივრცეს იმისთვის, რომ მათი სათქმელი და განმარტება მიეწვდინონ საზოგადოებას. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით.